ამისადა და ძისადა და სულისადმისადა. გილოცავთ ყველას პეტრე პავლობას. მოციქულთა თავები, პეტრე მოციქული მეთევზე იყო. გახდება მოციქულთა თავი. პავლე მოციქული კიდე კარგი მცოდნე იყო, ძველი აღთქმის, ეწმინდა წერილი მარტო ებრაელებს ჰქონდა და თემი და ქრისტიანებს კლავდა. და მერე გახდება მოციქულთა თავი. ამით ისე თქვა მინდა რომ მტერი ადამიანისთვის ადამიანი არ არის. სახარების მიხედვით ასე წერია რომ მტერი არის მარტო უხილავი მტერი, რომელსაც აქვს მოქმედების თავისუფლება, სატანა და ბოროტის სულები. და ჩვენში თუ არის შური, სიძულვილი, ესე იგი ჩვენში არ მომები კაია ურა ცუდია ურა ბოროტის სული ზეგავლენის ქვეშ ვართ. და როცა სიხარულია, სიყვარულია, მაშინ ჩვენთან მფარველი ანგელოზია, მაშინ სულიწმიდით ვართ დაბეჭდები და სულიწმიდით ვართ ავსებულები და სულიწმიდა კიდე რა არის? ხშირად ვადარებ ზეს, თორსა მზე ადამიანს კაი ხასიათი აქვს. თორსა მოგრუბული ამიდია ხასიათს მოქმედებს. ასე რომ ადამიანში სულიწმინდა ეს თქინდა ტყვეობაში იყოს წმინდა გიორგივით. არ კარგავს შინშვიდეს. და მილიონერიც რო იყოს თუ სულიწმინდა არა მაშინ თავზე კლავს ზოგი. ამის მაგალითია ფუძიშვილი და სხვები. და სიშვიდეს არ აქვს. იმიტომ თუ ადამიანი სინდისით არ ცხოვრობს, მაშინ არა ღმერთი. და ფული ვერ უშველის, ვერც ქონება, ვერც თანამდებობა და შეიძლება ძილის არ ქონდეს, ნერვოზი ქონდეს. შეუძლებელი ადამიანს სიშვიდე ქონდეს, თუ სინდისით არ ცხოვრობს. ამიტომ არასდროს არ შეგშვიდეს იმის, ვისაც ბევრი აქვს არასწორი გზითა. მე ვიცი, ზოგიერთები ფუტკრებივით არიან და ღმერთმა მისცეს. ახლა ის თუ შრომის მოყარია და შენზე მეტი აქვს და შენ თუ ზარმაციხა რა გასაგვი. და ღმერთმა მოგცეს სიყვარულის ნიჭი და თუ იმას უმართლებს ბოროტებაში, მე კი ამ შურს მეწოდება, იმიტომ რომ გარდაცვალების შემდეგ მე მოხდება ღმერთთან. ჩვენი მიზანი რა არის? ღმერთთან ერთობა. ამ ღმერთთან ერთობისათვის რას ვაკეთებ ჩვენ ვინათლები და ახლა შემთხვევა მაქვს რომ ყოველდღე დავდივარ ბავშვთან დაბადებიდან. ესე იგი პირველი დღიდან მომნათლე, იმიტომ რომ თავისით ვერ სუნთქვავს, ხელოვნურ სუნთქვაზეა და უკვე 30-31 დღეა. და გუშინ იყო თუ გუშინწინ საშუალება მქონდა რომ დამინახეს რატომ მოვდიოდი, იგივე ხდება და უშოთ ბავშვებზე და იმ დღეს დამეთანხმე რომ მომნათლავდი ხელოვნურ სუნთქვაზე არიან ის ბავშვებიც. და მეორე დღეს უკვე უარი თქვეს რატო? იმიტომ რომ უნდა პომპეზურად ტაძარში მოხდეს და ამ დროს ისინი ვერ ხვდებიან რომ რამდენი შემთხვევებია რომ ნათლობის შემდეგ ექიმებიდან ჩამოწერილი განგუნებულა. და რომს გადაიცვალო, სად მიდის? შეიმატება ზეციურ ეკლესიას, რომელსაც ქვია მოზეიმი ეკლესია. ჩვენ კიდე რა ქვია, როცა ვინათლებით ხდებით ეკლესიის წევრები და ქვია მებრძოლი ეკლესია. მებრძოლი კიდე რას ქვია? აი პეტრე მოციქული. ქვია მოციქულთა თავი და სამჯერ უარყო ღმერთი. დავით მეფეს წმინდანი ქვია, ებრაელ მეფეზე ლაპარაკი. რა მოვიდა? დაამარცხეს ბრუშობის ცოდვა, დაამარცხეს მკვლელობის ცოდვა. ამიტომ ძილიწინა ოცნებში რა გვიწერია? მიწყანი ჩვენ ბაბა შეგვიწყანე ჩვენ, ამიტომ ყოველსავე სიტყვის მიცემის საღამო ვართ. არაფერი არ ვართ მეტის გარეშე და ხშირად ბაბა ვისაც დიდი ისტორია აქვს. ის ზოგი აპარტამენტებში ვარდება და ჩვენ დიდი ისტორია რო გვაქვს, ოხები, იბერები, 14 დამწერლობაში ჩვენი დამწერლობა ახალ სპორტის ვახცენ წარმატებას და ვიღაცას რაღაცა გონია თავი. არაფერი არ ხარ დამერწმუნე. მადის გარეშე და ამის მაგალითია ჩვენი ისტორია. ისე მოგევანთ მაგალითს 200 წელი თუ მეტი ქართველი გაყიდა 2,5 მილიონი სტატისტიკით სტამბოლის ბაზარში. და ახლა 91 წელს ქართველმა ქართლის ისე დაღვარა. ამით ამას ატომობა გოშია, იმიტომ ჩვენ მივხვდე რომ არაფერი არ ხარ მადის გარეშე, მკვდარი ხარ. რაც შეეხება ევროპას, მოყავს შეიძლება გერმანელი ფაშისტები, ვერ უშველა ევროპელობა და იმარო სხვებზე უკეთესები იყვნენ მეცნიერებაში და ყველაფერში მედიცინაში. გახდნენ ფაშისტები, რატო? იმიტომ რომ სამშობლო შეიყვარეს ღმერთზე მეტად და მართლა მიხვდნენ დაიჯერეს რომ ციფრსისხლიანები არიან. რაზეც არ ფიქრო რაღაცა ხარ. თუ აღწევ წარმატებას მადლობა უთხრე ღმერთსა რომ ამ პარტამენტში არ ჩავარდა, იმიტომ რომ წერია ფსალმუნებში ამ პარტამენტს შემოსავს ღმერთიო. ღმერთმა მოგცეს თანმდაბლობა და მეტირწმენა რომ ყველაფერი რაც კარგი გვაქვს ღვთისგან არის. დღეს კიდე პაადა ჭრიკიშვილს აქვს დაბადების დღე და ულოცავ გაახაროს ღმერთმა. მადლობა ღმერთს რომ ესე იგი ყოველკვირა დადის, იმიტომ რომ მე ზოგს და ესე იგი ხუმრობით ვეძახე საშობაო და საავდომო მრევლს, იმიტომ რომ მარტო შობის და ავდომის მახლებში დადიან.
და კიდე მაგალითი იმისა, რომ ყოველგვირა დადის სასწაული დადის და მეთქვა გამომაჯოს თავისი ოჯახით გაახაროს მეთქვა და თქვენს დაგოცოთ მეთქვა. ჩვენთან აქვს მეთი.